დილამშვიდობის საქართველო, ჩემო მაყურებელო, როგორ გიკითხოთ. დიდი ხანი არ გამოსულ ვარ და ახლობით 2 კვირამდე არის, საერთოდ ვერ მოვიცალე. ის გამოც ვერაფერი ვერ ჩავწერე. ეხლა ვიმყოფებით თბილისი რუსთავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. რამოდენიმე ადამიანის თხოვნით დღეს ვდებ ვიდეოს, რომელშიც მოგითხრობთ და გეტყვით, საიდან უნდა მივიდეთ, რომელი გზიდან საპატრიარქოს ტბებზე. მოკლედ ეხლა ვიმყოფებით, როგორც გითხარით, თბილისი რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე. ჯერჯერობით მივიდივართ რუსთავის მხარეს. მნიშვნელობა არ აქვს თბილისიდან მიდიხარ თუ რუსთავიდან მოდიხარ, მაინც იმ გზაზე უნდა მოვხდეთ. ჩვენ უბრალოდ ახლა წე უნდა დავარტყა და უკან უნდა გამოვიდეთ მეორე მხარეს. საპატრიარქოს ტბას აქვს 2 შესასვლელი, ერთი ცენტრალური პარკიდან და მეორე გვერდიდან. მე დავდივარ ხოლმე გვერდიდან. ახლა ჩვენ რამოდენიმე ხანში დავტრიალდებით, წრეს დავარტყავ და გადმოვალთ იქით ამ მხარეს, მარცხენა მხარეს და სადაც გავაჩერებთ, იქაც გეტყვით. განახებთ შესასვლელს. ასევე ვიდეოში ნახავთ თუ რომელ ტბებზე შეგვიძლია ვითევლავოთ და სად. ესე იგი თბილისიდან რუსთავამდე არ მისული ამ მაგისტრალზე. უნდა გადავიდეთ მეორე მხარეს. შევდივართ და უნდა გადავიდეთ მეორე მხარეს. რუსთავიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე. სანამ ფონიჭალამდე მივალთ, ბოლო ხიდი არის საფეხმავლო. გვერდზეა ესეთ რაღაცებს დაინახავთ შენობებს. და ბოლო ხიდი არის საფეხმავლო. სანამ ფონიჭალამდე მივალთ. ანუ არც ნიშანი არის, არც არაფერი, მაგრამ მიხვდებით რა ესეთი გზა შედის პატარა. ისრებითაც არის მარჯვენა მხარეს, აი ამ ადგილზე შევხვდით. ეს არის საპატრიარქოს ტბები მთავრდება აქ და გვერდით და შესასვლელი არის. აი ესეთ ადგილზე მოხვდებით. აი ესეთი მწვანე ღობით არის შემოკრული. უკვე გამწვანდა ყველაფერი, საკმაოდ ლამაზია აქაურობა. ერთ რჩევას მოგცემთ, რომ ზაფხულში საკმაოდ ბევრი ქვეწარმავალია ამ მიმდებარე ტერიტორიაზე და თუ ვინმეს შიში გაქვთ ქვეწარმავლების, წინასწარ იცოდეთ, რომ ყოველთვის შეგხვდებათ. თუმცა არ არიან შხამიანები, მაგრამ საკმაოდ დიდი ზომის არიან და ეს გაითვალისწინეთ. ესე გამოდივართ, ბოლომდე უნდა გამოვიდეთ და პირველივე ტბები გვხვდება მარცხენა მხარეს, სადაც აქ თავისუფლად შეგიძლიათ ითევზავოთ და სხვადასხვა ამ ტბაზე საკმაოდ დიდი ზომის კობრი, თეთრი ამური და საზანი დასურავს. შეგახსენეთ, რომ საპატრიარქოს ტბაზე არის სპორტული თევზაობა დაშვებული, მხოლოდ დაიჭირეთ და გაუშვი, თუმცა ზოგიერთები სარგებლობენ იმით, რომ დაცვა ხშირად არ არის ხოლმე გამოსასვლელში ამ კუთხიდან და ნადავლი მოყავთ ხოლმე რა. მაგრამ თქვენ იცოდეთ, რომ ოფიციალურად დაიჭირე გაუშვის პრინციპი არის. ბოლომდე რო გამოვალთ, ხდება ესეთი შესასვლელი. აქედან უკვე შეგვიძლია შევიდეთ. აქ ხდება ორი წუგა, რომელსაც მოწამოვუყოთ ხოლმე საჭმელი. და ვაჭამოთ. წამოვუყე ფადა და პური. პატარა ლეკვები ყავს სამთახს. ხედავთ. მოდი აქ დაგილაგებ.
ეხლებათ კარები დაკეტილი ხოლმე, მაგრამ არა უშუალოდ გვერდიდან აქედან შეგიძლიათ გადახვიდეთ რა. მაგრამ ახლა რაცვარ გაგვიღებს. მოკლედ კარებიდან შემოვალთ თუ არა, მარცხენა ტბაზე შეგვიძლია პირდაპირ ჩავიდეთ. საკმაოდ დიდი ტბა არის და დავიწყოთ თევზაობა, აქ არის ბევრი თევზი. მაგრამ ჩვენ ახლა გავაგრძელოთ წინ გზა. სადაც გაგათვალიერებინებთ და გაჩვენებთ სხვა ტბებსაც. ზოგადად სადაც თევზაობა არ შეიძლება და აკრძალულია აწერია რა, ნიშანის აქვს, რომ აქ თევზაობა აკრძალულია. და სადაც არ აქვს ნიშანი, მათ შეგიძლიათ ითევზაოთ. თუმცა არის რამოდენიმე ტბა, სადაც თევზი არ არის ფიზიკურად და ყველა მოგიწევთ გატესტვა ასე შემდეგ, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ განახებთ ეგ ტბებიც სად არის. უკვე ამწვანდა და დილით საკმაოდ სასიამოვნო მწვანე ბალახის სუნი არის. სუფთა ჰაერი არის. მანამდე გეტყვით რომ მე დღეს ვარ ძიმეწონიანი ანკესით. ეს არის შიმანოს კატანა. 300-იანი კოჭით. 2.10-ია სიგრძე და ტესტი არის 15-დან 40 გრამამდე. მოკლედ შემოსვლიდან დაახლოებით 300-400 მეტრის გავლის შემდეგ ყველა ვარიანტში მოხვალთ ამ ადგილას. გზა მიდის, ჩვეულებრივად არ გადაუხვევთ. პირველი ტბის მერე არის ესეთი გზა გასაყარი. მარცხნიდანაც შეგვიძლია წავიდეთ და ისევ ტბაზე გავალთ. მარჯვნიდანაც შეგვიძლია წავიდეთ და ისევ ტბაზე გავალთ. წინ ხა აქ რაც ტბა არის, აქ თევზი არ არის. მარცხნიდან რომ წავიდეთ, მივადგებით კოშკს. მათ შეგვიძლია თევზაობა და მარჯვნიდანაც რომ წავიდეთ, ისევ კოშკთან გავალთ, ოღონდ უკანა მხრიდან და მე ხა მიდივარ მარჯვნიდან უკანა მხრიდან ერთ ადგილზე. ამ წყალში როგორც გითხრეს, თევზი არ არის და არასდროს არ მithევზავია, იმიტომ რომ თვითონ აქ დაცვა მითხრა. გავაგრძელოთ გზა. ამ გზიდანაც არსად არ გადაგვიხვევია. მარჯვენა მხარეს არის მტკვარი, რომელიც ახლა საკმაოდ დადიდებულია და მღვრია. ჩვენს არ ვიცი. სწრაფი დინებით მოდის. მოკლედ არ გვხვდეთ არსად, სანამ არ შეხვდება ესეთი გზიდან გადასახვევი მარცხენა მხარეს. ამ გზას ჩავუყვებით და სადღაც 30 მეტრში მარჯვენა მხარეს არის შესასვლელი, სადაც თევზაობ ხოლმე მე. ერთი ადგილი არის, ხშირად შემოდის ხოლმე იქ თევზი. არის დღეები, როცა არ დგას და სხვა ადგილას დგას, მაგრამ ხშირად შემოდის ხოლმე აქ თევზი. ესე ესეთ ზონას ბუნებაში შევდივარ. საკმაოდ ეფექტური გამწვანება არის. აყოლდა ყველაფერი. და მოვედი აი ესეთ ადგილას. ამის გაგრძელებაზე არის კოშკი. მე ვარ ახლა უკანა მხრიდან და დავიწყებ თევზაობას. დავიწყებ პირველი გადაგდება, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სატყო არა, ცოცხალი თევზის იმიტაცია, ესეთი ძიმე სატყო არა. და აბა პირველი გადაგდება, ნახოთ. ანუ არ უნდა ჩაძირო დიდხანს, არ უნდა გააჩირო, ვინაიდან აქ ძალიან ბალახები არის თითქმის ყველა ტბაზე რა. და ამიტომ სწრაფ-სწრაფად უნდა წამოიყვანო, რომ არ მოიდოს.
ეს არის კოშკი, ეხლა ვიტყავით აქ. შემოვედით უკანა მხრიდან, სამწუხაროდ აქ არც წინ და არც უკანა მხრიდან ჭერა არ მქონდა. ამიტომ გადავდივარ შემოსასვლელის ტბაში. სადიდანაც შემოვედით. ვინაიდან დრო არ მაქვს ბევრი. ამიტომ 15 წუთზე მეტი ვერ ჩერდები. რა პატარა. პატარა. ვერ დავიჭრე იმაზე დიდია, რა. აუ რა, გაი კრამშვიდი. გაიველურია. გაიგია ცავი. აი ძალით პროფესორი ისინი რა არის, ხო ისი ვიბაკებში. მოღრუბლული როა ვერ დაიჭერე. მოღრუბლული არ არის? არა, კაცო, მაგაზე არ არის ვაფშე. აი ვიყე და უშ. აი